21 ივნისს ზუგდიდში უფლისწულ ნიკო დადიანის დიდ სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა ცნობილი ქართველი მხატვრის ლეოპოლდ ბოჩია ძაძამიძის რეტროსპექტული გამოფენა. გამოფენა ეძღვნება მხატვრის დიშვილის, საპატიო ზუგდიდელის, ცნობილი ექიმის პეტრე უბერის ხსოვნას და აერთიანებს მხატვრის 50-ზე მეტ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიც დაცულია უბერების პირად კოლექციაში. ლეოპოლდ ძაძამიძე მე-20 საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და გამორჩეული წარმომადგენელია. ის ეკუთვნის იმ თაობას, რომლებმაც 1950-იან წლებში ახალი მხატვრული ენა დაამკვიდრა ქართულ სახვით ხელოვნებაში, ნათელი ფერებით, თავისუფალი ფუნჯითა და ემოციური სიღრმით. ძაძამიძის პეიზაჟებში იკითხება ბუნების სიღრმისეული განცდა, მთა, ზღვა, მდინარე თუ სოფლის ძველი გზა. მხატვრის ფუნჯით საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ცოცხლდება, სამეგრელოდან სვანეთამდე, მესხეთიდან აფხაზეთამდე. გამოფენაში წარმოდგენილია მხატვრის პირადი ნაქონი ნივთები, პალიტრა, ფუნჯები, ფანქრები და საღებავები, დიპლომი, სიგელი თუ წერილი, რომელიც დედას პირადად მისწერა. მხატვრის ცხოვრება შეწყდა სულ რაღაც 44 წლის ასაკში. მისი ფერწერული მემკვიდრეობის ნაწილი 1990-იან წლებში თბილისის ომის დროს დაიკარგა. მის სახლში გამართულ გამოფენაზე 150-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი დაიკარგა. საბედნიეროდ მისი შვილებისა და ოჯახის ძალისხმევით ნაწილი კოლექციისა დაბრუნდა. სწორედ ამ ნამუშევრებს იხილავს დამთვალიერებელი ზუგდიდში უფლისწული სასახლეში. გამოფენა გაგრძელდება 10 ივლისის ჩათვლით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მხატვრის მშობლიურ ქალაქში ზუგდიდში დაათვალიეროს მისი შემოქმედება ახლოდან.